Ora. Salon. ეს ჩაცმული კოსტუმი არა გაქვს ბიჭო. ეგ ვიფიქრები ჯეკით მოსულიყავ ისე. მაგრამ გიხდება იქ. მეც მომეწონა. კი. რა, პიჯაკი? არა, ისა, ხუდი. პიჯაკით არ იცი რა რაღაც ადრეც ხო ვიყავით ხუდით რავი. მე უფრო შენ არ მახსოვ ხარ ხუდით. ერთის ველვეტის პიჯაკი რა გაქვს, საკაიფოა გიხდება. იცი რა არის ნიკო, მე რა ვიფიქრე იცი, საერთოდ რომ აი პიჯაკით უნდა მოსულიყავი და თუ იფიქრე ჩაგეცვალე. მიზეზი არ მომეცა ქორიძის გაღიზიანებისთვის, თორე ქორიძე დამიძახებდა იქიდან, რომ რა ხდება რა პიჯაკი არა გაქო? ვინმეს თუ გახსოვთ? ფაქტობრივად ის გაიჩითა, ჯონდი ბაღათურია და გიორგი გამსახურდიას ისა. რა გაგახსენდა? ჯიმის გაახსენდა ამის დაწყებამდე ლაპარაკობდა, გახსოვს ხალხს რომ ქულთაი ეკეთაო და მე არ მახსოვს, მეთქი ქულთაი რაღაც ქართული ის არის და რა ქულ ანუ გრილი ყელსახვევი იყო რა, ყელსახვევი იყო და ნიკო მისე შეიცხადა მე პირველად გავიგე და ვერ ვიპოვე. ჩემს თავში შევიტანე ეჭვი, მაგრამ მე უცბად გამახსენდა ესეთი გამონათქვამი იყო, რომ თბილის რუსთავს და ქუთაის ყველას შევაბავთ ქულთაის. არ მომეჩვენებოდა. რა პერიოდზეა ლაპარაკი? ჯაბა? არა, ჯაბას არა, აქეთ უფრო. 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისი. კი. აი ზაფხულში რო ცხელ ხო არის თბილისელ ტიპებს და ეს ბირჟაზე და იმეებზე ჩაფენილი რო აქვთ ეს საკი და იფენდნენ ამ იმას ქულთაის და თან გაგრილებდნენ. და ვის ქონდა ეგრე? ახლა ნუ დავიწყე ქონდათ რა ვიღაც ცნობადებს. თქვა მანამ და რა გამორჩევს ეს ტელევიზორში. ისაქნა შეიცხადა და ხო ამიტომ ჩემ თავზე ავიღე ეს ისა. ნიკო ისეთი რაღაცეები ხდება სამყაროში რომ აღარაფერი არა, ყველაფერი არის კვანტური რეალობა უკვე. თან არსებობს და თან არ არსებობს. თან გჯერა და თან არ გჯერა. თან მეცნიერულია და თან რწმენის ამბავია. დოლჩიკები იყო ადრე, ეს 90-იან წლების დასაწყისია. აუ მადლობა თორე რა ხო. ხო, ბიჭო, იცი რა, მეგონა რომ გამოვრთე. და მე მივხვდი რომ ყველაფერი გამოვრთე მაგის გარდა. ალბათ 92 წელს შეიძლება მანამდე, აი პირველად რეკლამები რო გამოჩნდა, მაშინ დოლჩიკი, ჩირტოვსკი, ხარაში. დოლჩიკები იყო ქალის მოტკეცილი რეიტუზები თქოს სქელი და ფერადები იყო და რაღაცა ის ქონდა ზემოდან. კი, ფერადები. კიდე რა ვთქვათ. ისა იმას უყურე ოსკარებს მართლა? ვისკენ იყავი? ბრუტალისტ მე ვერ უყურებ ცოტა ეგეთ, აი არც ბრუტალისტი არ მინახავს და არც უბრალოდ უყურებ, მაგრამ არ არის ჩემი ჟანრი. აი არც ის მაგალითად ატომურ ბომბზე რო გადაიღეს ამის წინ. ხო, ანორა და ის მუსიკალი დამავიწყდა სახელი რა ქვია. ემილია პერესი ჩემი ფავორიტი იყო და რაღაც მეგონა რომ ეგ მოიგებდა რა. ემილია პერესი ისეთი ჰეითი ქონდა მთელი ინტერნეტიდან. რაღაც ტრანსგენდერულ ამბავში რომ არ ამგზნობი არისაო, იმიტომ რომ რაღაცაო, მე რა სუდად ესპანურად თუ აქცენტით ლაპარაკობენო, მოკლედ რაღაცეების გამო ლანძღავდნენ და მე მიუზიკლები არ მიყვარს და ისედაც არ მინახავს. ანორას იმაზე რას ფიქრობდი? ანუ ყველა აგინებს ბოლო დღეებში ანორას და მე მომეწონა რა. არა, საქინებელი არ იყო. შენც ნახე ხო ანუ? როგორ არა? მე ხო კაი ფილმი ანუ რატო ფილმი კარგია, მაგრამ მე მაინც ბრუტალისტისკენ ვიხრებოდი. მეც ბრუტალისტისკენ ვიყავი, მაგრამ ანორაც არ მქონია. კი, ორივე ფილმია, ორივე კარგი არის. უბრალოდ რა არის, იცი? ხო, ოღონდ ახლა მე ვერ დავიჩემებ ეს კინომცოდნის იმას და მით უმეტეს რომ ტელეფონში უყურე, ერთს ლეპტოპში უყურე და ერთს. საათ ნახე რა ტელეფონში რა. ნუ უყურე რა ახლა. მე ხო იცი. ანუ პასუხი არ მოგთხოვე, გამიკვირდა უბრალოდ. მე კინოს ახლა ხო რაღაცნაირად ვერა ვარ ჩართული და გოგის წერილებს ვკითხულობ ხოლმე ეს პარასკევობით რო არის რას უყუროთ და რაღაცას და იმის მიხედვით რომ დავიწყებ კითხვას არ დავსპოილერდე შემეშინდება ხოლმე თუ არის ეგეთი მომენტი უყურებ და მე წავიკითხავ ხოლმე და აი იმის რჩევებით ეს ახლა ხო და რო უყურე ამ გოგის არ მოეწონა და სულ ანორა ხო და უყურე მე ბრუტალ მაგრამ მქონდა რეცენზია ორივეზე ბრუტალისტიც და ხო და ამ ტელეფონით რა შთაბეჭდილებას და ლეპტოპით რა შთაბეჭდილება დამჭა ხო ნუ აი ეს ბრუტალისტი არის ესეთი მართლა ეპიკური ფილმი აი უყურე როგორი რაღაცა არის აი ის არის რაღაც მშვენიერი ოკეანე ან ზღვა და ეს ანურა არის აი მდინარე ტბა ასევე მშვენიერი და კარგი მაგრამ მასშტაბურობით ის არის რა
იქ ხო რო უყურებ, აი წარმოიდგინე 4 საათი აი ამ მთლიანად ხარ ამ ფაქტურაში შესული ფილმის ფაქტურაში და ნუ აი ყველაფერი ხო იცი რა არის ცოტა ფინალისკენ ცოტა რაღაცნაირად აჩქარდასავით და ტექსტით იქნა მოყოლილი და შეჯამებული და რაღაცა მაგრამ ნუ მაინც ის რაც ხდება ფილმში და როგორც არის გაკეთებული ძალიან შთამბეჭდავი არის ის თვითონ ეს არქიტექტურაც როგორ არის ეს ბრუტალური როგორ არის ნაჩვენები მე ეს ფონი სიტყვაზე ხო აი ძალიან საინტერესო არის და ძალიან ისა წარმომიდგენია დიდ ეკრანზე როგორი ეფექტი ექნებოდა ეს როგორ ჩაგითრევდა ეს კინოენა როგორ შეგითრევდა და ეს ახლა კაირკი ესეთი საყურებელი თან ცოტა ჰოლივუდურიც ეს ანურა და ანურაში რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ეს ისა ამ რუსი ოლიგარქის ეს სომეხი მაფიოზი პაძელნიკი ანუ ეგენი მაგაზე სამაგრად რუსი კრიტიკოსები აი ის არის რუსოფობური და ის ხო მაგრამ რუსები გაბრაზდნენ რუსოფობურიო კი არა და სომხები ხო მაგრამ აი ძალიან თან ჩვენები წერდნენ რომ რუსებს არასაკმარისად აგინებსო მაგრამ საბუზების კინოდან კაი კინოა რა ხა არ ვიცი ალბათ ბრუტალისტისკენ ვიყავი მეც ბრუტალისტი არ მაქვს ნახე არ მოგატყუებთ აი მე დავიწყე და გავჩი მივხვდი რომ ეგ ვერ უყურებ როგორ თქვა ეგ დიდ მასშტაბურ ფილმებს კომპიუტერში ვერ უყურებ. კომპიუტერში ვერ, თან ისე დიდი ხანი რო არის. კინოში დაჯდები და ბოლომდე მიყვები რა. და კინოში დავჯექი და ვნახე კონკლავი და ერთი სული მქონდა რომ მაგას არაფერი არ მოეგო, იმიტომ რომ რა ნახე. ეგეც ნანახი მაქვს, ოღონდ ეგეც ასევე ტელეფონში და ლეპტოპში და ეგეც არ მომბეზრდა ყურება. მომბეზრდა, მეც არ მომბეზრდა ყურება, თრილერია, მთელი ფილმი აი გულგრილად უყურებდი რომ აბა ახალი პაპი ვინ იქნება, მე რო გაიყვა twist-ი არ თქვათ ახლა ეს სპოილერები და რაღაცა, მაგრამ მეთქი ოკეი, ანუ თან განარახე, იმიტომ შევედი რომ ხარ ალფაინსი და ისა სტენლი ტუჩი და აი მოკლედ მერაბნინიძე და რაღაც მე მგონი ნოდარ ლადარია წერდა მე მაგაზე, თუ სწორად მახსოვს, რომ რა აზრი აქვს საიდუმლოსო, რომელიც მარტო ორ ადამიანში რჩებაო და ძრას არ გამოიწვევსო. აი რომის პაპის ამბავში რაც ხდება. მე საიდუმლომდე საიდუმლო ხო, აი მივხვდი ისეთ ცვლილებას რა აზრი აქვს, რომელიც მარტო ორ ადამიანში პრეცედენტული თუ არ გახდება და პრეცედენტული თუ არ გახდება, თუ არ გაიგებს ხალხ, რა აზრია? ხო რაღაცას თუ არ ცვლის და გაიმაშვება, ხო გავლენას არ ახდენს. და მე ასევე ქალებში დემი მურისკენ ვიყავ, იმიტომ რომ სუბსტანცია ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა და ასევე გოგი და მაგის ფოე კინომცოდნე ისინი ყველა ახალგაზრდიან უფროსენ სუბსტანცია ეს რა ძალიან კაი ფილმი იყო. არ მაინტერესებს საერთოდ არავინ იყო, აი ჯერტი დემი მური ძალიან მაგრა თამაშობდა და თვითონ ფილმი იყო, აი კაი ფილმი იყო რა. და უნდა აღვნიშნოთ ასევე flows გამარჯვებაც, რომელიც დამსახურებულად ხო. კი, ეჭვი არ მიყარებოდა. ანიმაციებში ძალიან მაგარი. არ მიყურებდი რა. ვიცი რა არის და ამიტომ დიახ. აი შენ ვახსენებ. კი, ეგეც მე მქონდა ისეთი სახე Facebook-ი, რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი. ეგეც მე აი მაშინ მაქვს გაჯეტში ნანახი და წარმომიდგენია რა სილამაზე იქნება დიდ ეკრანზე. იმიტომ რომ დიდ ეკრანზე ყველა ვინც ყვება რომ დიდ ეკრანზე ნახა, ნუ აი წარმოუდგენელი სანახაობა არის. ხმები, დეტალები და თან როგორ ჩანს ძალიან ესეთი ის არის ცხოველების მოყვარული ტიპი არის, ამ ცხოველების ქცევა აქვს. ლატვიელების გადაღება. ხო, კი, ლატვიელის და ძალიან ეგეთი ის გახდა პოპულარული და ეგ რიგის დაუყვეს უკვე და რაღაც ესეთი. ხო და ისა, როგორ ჩანს ეს ცხოველების ძალიან მოყვარულია, თვითონ ხავს ის ძაღლი ლაბრადორი და აი ცხოველების ქცევა არის როგორი ისა აქვს მოდელები და რაღაცები აქვს ზედმიწენ შესწავლილი და ძალიან მაზალოთ და ხო, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ცხოველებზე ანიმაციები რაც გვაქვს ნახე, ხო ხშირად ლაპარაკობენ, გაადამიანურებები არიან და აქ ეს ცხოველური ჩვევები, წესები, ინსტინქტები აქვთ, მაგრამ თან ადამიანური ნაწილიც რაღაცა რჩება. რა შეიძლება შენ თავი ამოიცნო რა ვიღაცებში, კატაში ან ძაღლში. ცხოველი რო იყო, დათა რომელი ცხოველი იქნებოდი? თევზი, იმიტომ რომ არ მინდა რომ ერთი წუთის ვერ მახსოვდეს რა. მართლა სიამოვნე, არ მინდა არა, აი რაღაცა კუსტმაზე ვიქნებოდი ჩემთვის. მე მგონი ეგ ის არის ლეგენდარი, მე მგონია რომ უფრო მეტი აქვს. მაგაზე გამახსენდა კიდევ ერთხელ, ვისაც არა გაქვთ ნანახი, ტედ ლასო სერიალი. შენც არა გაქვთ ნანახი ტედ ლასო? აღწერის მიხედვით ისეთი არის, რომ შეიძლება საერთოდ არ დაგაინტერესოს, ანუ იდეაში არის, რომ ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი ჩადის ლონდონში, რომ ფეხბურთის გუნდი გაწვრთნეს, ისე რომ არაფერი არ იცის ფეხბურთის შესახებ. ოღონდ მაგაზე სოკერი არ არის. სოკერი, ხო. იქ ამერიკული ფეხბურთის ხო, ოღონდ მაგაზე არ არის რა. მაგას არა აქვს იმდენად მნიშვნელობა, არის რაღაც
რატო გამახსენდა რომ იმის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა არის რომ be a goldfish ესე ხალხს ეუბნება ანუ ოქროს თევზი იყავიო რომ დაივიწყეო მანამდე წყენაო და სიკეთეზეა და მეორე შანსის მიცემაზე ადამიანებისთვის და თან სასაცილო არის და რა ვიცი ბოლო სეზონში სერიაში ერთხელ ტიროდი ხოლმე არა ოღონდ სატირალი მოკვდა ვიღაცა კი არ არის აი გულაჩუყებული რაღაცა კეთილია ძალიან და საკაიფო არის მაგას გეხვეწები და თუ რახან სიკეთეზე ვლაპარაკობ წყალი რო დამესხა შეგიძლია და არ ვახვალ ხოლმე ახლა კაი დროსია მანამდე არ მქონდა დალეული და ისა თვითონ იმას უყურე და ცერემონიას არა ხო მე რა დათო რომ დაждდება იმას ვკითხავ მე ცერემონიას არ მიყურებია უკვე ძალიან დიდი ხანია ხო იქ ერთხელ ახსენეს უკრაინა უკმაყოფილო იყვნენ ჩვენი ის ბაბლის მეგობრები აი ეს პოლიტიკური აქცენტები არ იყო და იგრძნობა უკვე სიტუაციის ცვლილება და ცენზურა ой რა კაია ვის ჭიქაა ესა მე ხერა მაგარი ჭიქაა მარტო გაზაფხული არის მაგრამ ქარია ერთი სული მაქვს რომ ის იყოს ჩემ ბიჭს როგორ მიყავდა კონან ობრაიანს ჩემ ერთ-ერთ ოსკარები? yes არ ვიცი, ეგრე ოსკარებისთვის არ მეყურებია. მე უყურებ ხოლმე აი ისინი მე რა უყურებ, ხო, გამარჯვებულები ვინც არიან ხო. ადრე უფრო გავრცელებული იყო, რომ ხალხი ღამეულდებოდით და რამდენჯერმე გამითენებია და მიყურებია და ბოლო წლებია უმეტესობა ფილმების ნანახიც არა მაქვს კი არა არც ვიცი რა. ქონდა ტელევიზიები აკეთებდნენ ხოლმე რეპორტაჟებს. ეხლა აღარ ვინ რაღაც აკეთებს არამე არაფერს აღარ აკეთებს. ანუ ინტერნეტში ნახავ ყველაფერ live stream-ებს და იმას. არა, უყურე როგორ აკეთებდნენ მე მახსოვს რომ ეს ვისა კინომცოდნეც ერთხელ მე მიყავდა რუსთავი ორზე ადრე. ო, აი ეგ მახსოვს. ანუ სპეციალურად ემზადებოდა რა ტელევიზია. ხო და ჩანაწერი იყო თუ მართლა პირდაპირ? არა, პირდაპირ ეთერი იყო კაცო. მე და ქეთი მაჭარენი ვიყავი და მე დილას სახში მოვედი ღამე გათენებული ფორუმი გავხსენი და დისგირის მიყავდა ეს რატო ხუმრობდი ცოტა სიკთა სპეციფიკური ისა მაქვს და იუმორის გზნობა ერთი და კაი კინოს ხალხი სხვანაირად წაგიყვანა. შენ მე მგონი წაიყვან კარგად ევროვიზიას. სხვა შორის მიფიქრია მაგაზე იცი რაზე როგორ გაგწირად იქ არა რატო ძალიან ცნობილია რომ ბრიტანეთში წამყვანი ევროვიზიის არის ის ტიპი აი თოქ-შოუს წამყვანი როა ორი კაცი როუზის ხოლმე იქან რომელიც სულ ყველაზე кайფობს ხოლმე დაცინის ან სულ მაგაზე ხუმრობს ახლა მე იმას ვერ შევედრები მაგრამ რაღაც მგონია რომ საქართველოს დონეზე რაღაცას გამოვიყვანდი აი პირველ არხს რომ მიყავს ხოლმე პირველი არხის რეპორტაჟები იქ ჩება შთაბეჭდილება რაღაც ტექსტები გამზადებული აქვს ხო ეს სიმღერებზე და იმებზე რომ რა ხო მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეგ ის არის სერიოზულად მიყავთ ხოლმე კოტე მახარაძესავით სრულიად იმპროვიზაციით და იმ ანუ რაღაც ზაგატოვკები გაიქ ალბათ მაგრამ ნუ სასაცილო ის არის თუ ცოტა ისე უყურებ როგორც ევროვიზია აბსურდია და თუ სერიოზულად უყურე როგორც რაღაც სიმღერების შეჯიბრს მოსაწყენია მაგრამ თუ დაინახავ რომ რუმინელი რო გამოფრინდება აქა და ესეთი დადგმები რო აქვთ ხოლმე რაღაცა რო ტრიალებენ შეიძლება რა ჩვენ და პირიქით ეხლა კი გავჩუმდეთ სისხლი გვეყინება და მოცას მოусმინოთ. ანჯესო რაღაც სიმღერები აქვთ ხოლმე. ევროვიზიის სიმღერებში კარგს დაცუც ვერ ვარჩევ. რო ამბობენ რომ ცალსახად იყო აქ უნგრეთმა და რა ნუ ოღონდ ხო რაღაც კონსენსუსები ხო ხდება ხოლმე რომ აი ვიღაცას ყველა დაუჭერს მხარს და ხო და ვერ ხვდები ხოლმე რატო და მაგას ხა თავისი ფანობა ყავს როგორ ჯერ კიდე წინასწარი სიმღერები რო დაიდება და YouTube-ზე კომენტარებში ძირითადად ქართველებს უყურებ ხოლმე და მე რა წერია და იმათ იციან შარშან საქართველოს ვიყავდა შარშანწი როცა არანაირი ხა დიდი წარმატების არასდროს არ მიგვიღწევია ხო და ჩემზე ადამიანზე რომელსაც ესე იგი PR-ი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ასე მგონია რომ ყველა ის მან შესრულებული ნომერი თუ სიმღერა არის ტრეში და ყველაფერია გადასაგდები არაფერი წამიერი ამბავი არის ანუ მე ხავერ წარმომიდგენე რომ დავждე და ევროვიზიის სიმღერა ვისმინო არც არ ყოფილა ნუ ძალიან იშვიათი პრეცედენტი მაინც რომ დარჩენილა კი ანუ არა აბა რომელი წელი იყო აბა ის 1978 წელს დაბადებული არ იყავი რა იმღერა სელინ დიონმა არ ვახსოვს ანუ არავის არ ახსოვს სელინ დიონი კანადელი არის მაგრამ მგონი საფრანგეთის სახელით გამოდიოდა მაშინ იმიტომ რომ ეგეც შეეძლო მე ყოველთვის მძულდა და ბოლო დროს შემეცვალა აზრი ევროვიზიასთან დაკავშირებით როცა წარმოვიდგინე რედიძე წერდა რაღაც ტიპი რომ ამერიკელი იყოს ევროვიზია არ მესმოდაო მაგრამ ამსტერდამში ვიყავიო ჩასულიყო სოკო ჭამეთო და ბარში 200 კაცი ერთად უყურებდით ამ ევროვიზიას და ძალიან მაგარი იყო სოკო ნიყვი არა ნიყვი არ იყო არა არც ესა
მიკლიო. აი აი ასეთი და უცებ მივხვდიო როგორ უნდა უყურო რა რომ ყველა ერთად ვიღაცა უცხოელებიც იყვნენ ანუ უცხოელები რანო ჰოლანდიელებიც იყვნენ როგორც ფრანგები პოლონელები და ყველა რაღაცა ყვირილით ხვდებოდა და ხეთქით რომ ხუმ პროფესორს რუმინელი რომ გამოვა და ეგრეთ თუ შეხედავ როგორც სანახაობას რომელსაც სერიოზულად რატო რუმინელი ამოიჩენა არ ვიცი აი იმიტომ რომ 1-2 დღის წინ რუმინეთის ნაკრები ისევ დავტკეპნეთ რაგბიში მართლა ძალიან უგებთ რა აზრი აქვს მაგ თამაშს ყოველ წელს რუმინელებს გადავასწორებთ ხოლმე და მაგაცე ქონდა სწორება არა და თავის დრო ეგ არის ხო ანთიმოზივერიელის კი ანთიმოზი გარდამავალი თასი რო აღარ არა არის გარდამავალი აბა ნუ სუჩენია უკვე გარდამავალია ვიცი მოვაგებინოთ არ შეიძლება რამეირად ვიცი რა არის არათუ არ მოვაგებინოთზე არ იყო ლაპარაკი საერთოდ დიდი ამა ნულით ამთავრებდნენ და აი ბოლო წუთზე უკვე ჩვენებს ჰქონდათ ეს ფურთი და შეეძლოთ აუჩი გადაეტანათ და დამთავრდებოდა და იქნებოდა რავი 50-ით 0 მგონი ესე იყო მაგრამ მაინც შეუტიეს ანუ ივაშკაცეს ჩვენება და დავკარგეთ ბურთი და დაგვიდეს ლელო და მშრალად არ წააგეს და აი ამიტომ რომ მე სულ ფიქრობ რომ ყოველ წელს ეს რუმინელებს რას ვერჩით ხო ანუ ყავთ რაგბისტები თავისი თავმომწონეობა და სიამაყე იმათაც გააჩნიათ მაგრები ახლა ჩვენ მტკეპნით სულ და ყოველ წელს ალბათ შიშით ელოდებიან რომ აუ კიდეს ქართველებს უნდა ეთამაშოთ შიშით არ არის мотиваციაა ეგა შენ რა გონია ჩვენები რო ეთამაშებიან სიტყვაზე ფრანგებს რომლებიც ასევე მტკეპნიან და დიდ გუნდებს გვეშინია და იმით არ ველოდებით ჩვენ არა რუმინელებს არა ხო და შენზე ძლიერს ელოდები ეგეთი აღტკინებით და სიხარულით ჩვენ ხო თამაშია ჩვენზე ბევრად ძლიერებთან ისე რომ აი რაღაცა თავი არ შევირწმინეთ ახლოს მივედით და რუმინელებს ჩვენთან ეგრე არ უთამაშიათ თამაშიათ კი კაცო ნუ აკაც გვიგებდნენ ნიკო ეგენი მაგაცე ქონდა სწორება ხო და აი ყურე როგორი კულტურული, სპორტული და სხვა მშვენიერი ამბებით სავსე ცხოვრება გვაქვს და ამ ქვეყნიდან კაცი გაიქცეოდა ნიკო. რამდენი ხანი ელოდებოდი ამას? სად გაიქცა ეს ბაჩიაშვილი კაცო? ეხლა ნახე მე პატარა შესაძლოა გავაკეთებ და მე სპოტილაიტში იყო ნიკო. მე წინაზე ვთქვი და გავიმეორებ რომ ხანდახან მეკითხებიან ხოლმე რომ სულ რო აწვევი რომ ახსენი ვინ არის და როგორ რაც 5 წუთში ერთხელ ამბობ რომ ჯიმი ახლა ახსენი ვინ არის ბაჩიაშვილი თუ რაღაცა და ზოგი მეუბნებოდა ხოლმე რომ ვიცითო ყველა მან რა საჭირო ახსნაო რა თუნდაო რამე რადიო თავისუფლების პოლიტიკა მეთქი არა 1-2 კომენტარებში ეწერა ტიპს რომ ვერ გავიგე ვიზე ლაპარაკობდი და მივხვდი რომ ბევრმა არ იცის ვიზე არის ლაპარაკი სახელმწიფო განსაკუთრებით ბაჩიაშვილთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე გიორგი ბაჩიაშვილი სახელგვარი ვიცი და სულ ასხსენება ხოლმე სამსახურში მაგრამ მაინც მაინტერესებს სად გაიქცა რაღაც ვიცი რომ ბიტკოინებთან დავაქონდა მილიარდებზეა მილიარდამდე თანხაზეა ლაპარაკი და 10 წელი ციხეში უნდა აი 10 წლიანი სროკი ეჭირა ხელში ნიკო ეს თანაინვესტირების ფონდის მართველი აი მოკლედ უხეშად რო თქვა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მარჯვენა ხელი აი რომელსაც მიეწერება ასევე აი ის რო დაგღუპა ბოლოს იმ შვეიცარიულ ბანკთან დავა რო იყო ამან გამოაშკარავა ეს ის რაღაც იქ ისა მუხლიოვკა იმათი მხრიდან და ეს და მე რა მოხდა ანუ ბიძინა ამბობს რომ ფული მომპარაო კი არ მოკლედ ბიტკოინებიო კი საქმეში ერთად ვიყავით ბიტკოინების საქმეში და წილი მეკუთვნის და ეს ტიპი ამტკიცებს რომ არანაირ საქმეში არ ვიყავით მხოლოდ ის ქონდა აღებული წილი არ ეკუთვნისო ის ქონდა ის სესხი ქონდა აღებული ბანკიდან და არანაირი მის ინვესტიციაზე არ იყო ლაპარაკი როგორ ჩანს ალბათ ეს უფრო არის იმიტომ რომ ნუ ვერ წარმომიდგენია აი ესე გადაეგდო ამხელა ბატონი ის ბრძენი კაცი და მოკლედ მას მე ბაჩიაშვილი ინტერვიუებს იძლეოდა და 2.5 მილიონი ლარის გირაო იყო ნიკო ჩადებული დაკარგე. ალბათ კიდე ბევრი აქვს. ალბათ კიდე ბევრი აქვს ეგრო დაკარგა. რაღაც ფონების სახით ხონდა ხო გაუყიდიან. ნუ ხო რავი მილიარდზე არის ლაპარაკი რა მილიარდ ლარზე. და რამოდენიმე 1000 ბიტკოინზე და ბიტკოინის ფასი არის 140 თუ რაღაც 1000 თუ რაღაც. მაინც აი გულით ვერ ჩავერთე მაგ დრამაში რა. მე გულით ჩავერთე უბრალოდ ვერ მივხვდი როგორ შეიძლება გაიპარო ეგრე როცა ხო გაიპარო ნუ ახლა სახეზე გწნობენ უმეტესობა აი ყურე ეგეთი кейსი გაქვს ჩვენ საიტზე დევს საიტ ლუკამ დადო მოკლედ მთელი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია და ასე მოკლედ როგორ გაიპარა ნუ ამას გეგმავდა
მრავალი თვის განმავლობაში სამალავით იმით სომხეთის საზღვრით არის გასული, იქ გადამყვანი ტიპი ყავდა დაქირავებული, რომელიც მანამდე ვარჯიშის პონჩი გადიოდა, გამოდიოდა და მოკლედ იმასაც ფული ის დაიჭირეს. ისიც მიდიოდა, ის თურქეთის საზღვარზე დაიჭირეს. ვერ იყო ისეთი ყოჩაღი. წასული, ხო, მოკლედ სომხეთში ჩავიდა და სომხეთიდან როგორც ჩანს მე უკვე აეროპორტით დატყდა. სად არის წასული, არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს იმას მეყოლებს, რომ არ ქონია შენთან კომუნიკაცია? ჩემთან ჯერ არა. ის ვიც დაეხმარა დაიჭირეს. დაიჭირეს თურქე ურჩია რომ არ დაბრუნდა წადიოდა. მოკლედ როგორც ჩანს ვერ იცქვიდა, ვერ ის. ახლა ისე გამოდის. იმას შეიძლება მამამისის ნაჩუქარი საათი დარჩა სახლში. ამას არ ახსნი, იმიტომ რომ ეს ყველა უნდა მიხვდეს ხო. მე ვერ Pulp Fiction-ი. Pulp Fiction-ი არა გაქვს ნანახი? Come on, დათო, კაი რა. რუსულად რა დათო? კრიმინალი ნაჩწიო. მაკულატურა. კი. ტარანტინო. ბრუს უილისი. მარტო ცეკვა მაგდა. იცი რა კაი ფილმია. ვერ მოწყდები, ჩართე ერთხელ 1000 სისულელეს უკვე. არა მჯერა ახლა მე მგონია რომ გადა. მაგას როგორ მოიტყუება? ვერ უყურებ იმ კაცის ფილმებს, ანდრო თამაშობს. ტარანტინოსი? არა. ტრაvoltasi? ტრაvoltას ფილმს. არა და მარგალიტია მაგ ფილმი. არჩევ ტრაvoltას ფილმი ერთი მაქვს, თმის ლაკი ნახეთ. Hairspray ნახეთ, სადაც დედის როლს თამაშობს. მუსიკი მეტი არა. აუქნა რა, ხო არსებობს რაღაცები. არა, ჩართე და თუ არ წაიღო 15 წუთი. მომისმინე? სულ გავია. ჩართე და პირველი 15 წუთის მერე თუ არ წაიღო, თუ ჩათვლი რომ არ მე ამის იყურება არ მინდა, გადარდე. ტრაvoltას გარდა 15 კაცი თამაშობს იქ. საათის მონოლოგი კრისტოფერ ვოკენის. ვაიმე ხალხო, ესეთი გავხდი. სწორი ნაწლავით რო და. გოდარი არა გაქვს ნანახი? გოდარი. ეს 3 საათს რა ისტორიაა, იცი მთელი უყვე, ხარ ნახე. გასართობია, საინტერესოა, ვერ მოწყდები. ხო და ნიკო, ოღონდ ეს ბაჭიაშვილს დაუბრუნდე. მისი ეს მთელი საქმე, რაც სასამართლოში ხდება და მისი მერე ასე ვთქვათ, ისა წასვლა, ხო, აი ძალიან ქრესტომათიული ამბავი არის, რა ჭირს ქვეყანას. აქ სისტემა როგორ მუშაობს ერთ ადამიანზე, როგორ არის მეათეხარისხოვანი ფაქტები, არგუმენტები, ჩანაწერები, ნივთმკიცებები და ასე შემდეგ და მეორე კიდე აი როგორ არის სახელმწიფოს ყურადღება მხოლოდ რაღაც აი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული და უამრავი მათ შორის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამბები არის სრულიად მორღვეული და ისა. ხა წარმოიდგინე, ტიპი რამხელა ყურადღების ცენტრში იყო, ხო და მაინც რო ესე შეძლო ქვეყნის დატოვება. შეიძლება საპირისპირო აზრი ის სულ მესმის რომ ესა, მაგრამ იცი არც ერთ საზღვარი არ არის 100% დაცული. ამაზეც ახლა 24 საათიანი მეთვალყურეობა ხო არ ექნებოდათ დაწესებული. მოკლედ, კაი კი არ არის რომ ვიღაცას გაპარვა და შემოპარვა შეუულია ერთი, მაგრამ რაღაც რა გასაკვირია ხა ყველა. ჩრდილოეთ კორეიდან გარბის. სადაც ლომის შემოყავთ და ეს რო ყოფილიყო მწვანე ზონა და რაღაცა ეს სადღაც ის რო არის დინარედან და რაღაც ან მთებში და ჭიუხებით და რაღაც ისე რომ ვიღაც გამყოლი ყავს რომელიც ცხენით ან რაღაც იმით გადაგაპარებს კიდე ჯანდაბას რომ აი რელიეფიდან გამომდინარე მიუწდომელია და რაღაც ისის მაგრამ ჩვეულებრივ საკონტროლო გამშვებპუნქტზე გაიარეს ამერიკაშიც გაყავთ ხოლმე იქ მიგრანტები დამალული იმაში ავტობუსებში მინახავს ტელევიზორში ანუ რატო ვაправებ, მაგრამ ნუ არ მგონია რომ ეგეთი დიდი ხრელი არის რომ უსაფრთხოებაში რომ ვიღაცა შეუძლია გაიპაროს და შემოიპაროს. ეს ხო თან დიდი უსაფრთხოების ხრელი არის რომ ვინც ახლა მართლა საშიში ხალხია, ისინი პასპორტებით შემოდიან ხოლმე რუსეთის აგენტები. იმათ ხვდებიან ვიღაცა მნიშვნელოვანი ხალხი. ერთი აქედან გაიპარა და მეორე კიდე დახვდა პასპორტი რომ ის იქიდან გაფრინდა, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა. ანუ სხვა სახელით და გვარით გაფრინდებოდა სავარაუდოდ. ტიპი თან განსაკუთრებული ტიპი იყო, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ, ხო? ხო, ნუ მოკლედ რა ემართება ნიკო სამყაროს აქედან დასკვნა გამოიტანე შენ. ნეტა მარტო ეს იყოს ახლა ჩვენი პრობლემა. ხო და აი აბსოლუტურად უგულოდ უდგები მაგას, იმიტომ რომ იქ სიამაღლობელის პროცესი იყო, 10 კაცის პროცესი იყო, 12 კაცის პროცესი იყო და მე ცოტა ისა მაქვს კლასობრივი ანტაგონიზმი თუ რაც გინდა დაარქვი ტიპს 2 მილიონიანი ბინა აქვს რომელიც სადამ
ჰანა ინვესტირების ფონდი და მილიარდ ნახევარი იმაზე აქვს ლაპარაკი, მაგათი ბაგატია тоже плачут არ შემილია რა, ანუ არ არის ჩემი კლასობრივი მოძმე ბაჩიაშვილი მე და ქორიძე იმას შვებით შაურმებს ვჭამთ ხოლმე და ტყუილი არც მე არ ვჭამ შაურმას და არც ქორიძე, მაგრამ ბურიტოებს კარგი რაპებს ჯინჯერის რაპებს შაურმას არც მე ვჭამ მაგიტო ხო ნიკო ეს სადაც გვეგონა რომ მოწყობილი ქონდა საზღვარი იქ გაიპარა კაცი და სადაც გონია რომ მორღვეული გვაქვს იქიდან არც წავიდა აფხაზეთს გულისხმობა ხო აფხაზეთი არის ყველაზე ასე ვთქვათ ჩვენი აფხაზეთში უნდა ეკეთებინა რომ გამძლეობია აფხაზეთიდან საწავიდოთ აფხაზეთში რუსეთში ფათაშორის ჰქონდათ ის ერთ-ერთი ეჭვი იყო რომ რუსეთში ხო არ წავიდა იმიტომ რომ რუსეთის ისიც ქონია მოქალაქეობა შენ წარმოიდგინე აწყობილი ქონია ცხოვრება აფხაზეთში რამე ხო არ მოხდა ნიკო ამ ბოლო დროს ახალ ამბებში იყო აფხაზეთი რასთან დაკავშირებით აი აფხაზეთში ცუდი ამბები ხდება იცი რა არის ჩვენთვის აფხაზებისთვის თუ რუსებისთვის ჩვენთვისაც და აფხაზებისთვის რა ხდება არჩევნები ჩატარდა და ნუ მოკლედ იქ ხო ესე არის არც ერთი არ არის ესეთი ღიად ანტირუსი კანდიდატი მაგრამ უფრო პრორუსები არიან მაგრამ ყოველთვის ცდილობს რომელიღაც მხარე რომ დაიტოვოს ლავირების მეტი საშუალება აი თავისუფლების მეტი სივრცე რომ არ იყოს მხოლოდ მიჯაჭვული რუსეთზე ისე რომ აი პირდაპირ დირექტივები ასრულოს და ნუ ერთ-ერთზე არ იყოს რუსეთის რეგიონი და აი მე ვფიქრობ რომ ეს არის თვისებრივად სხვა ტიპის არჩევნები იყო თვისებრივად სხვა ტიპის ამბები მოხდა ახლა აი მე ვფიქრობ რუსებს ამ იმას კრემლს ამოუვიდა ყელში და რაღაცნაირად აგრძნობინებს რომ აი ეს დემოკრატობანას და თავისუფლებანას თამაში დამთავრდა ისეთი რეაქციები იყო აი დავუშვათ აი როგორ იცი აი რუსთავის რომელიღაც საარჩევნო უბანში რომ რაღაცა მოხდება ხო და ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ განცხადებას აკეთებს ხო არის 12 საათზე ბრიფინგი 3 საათზე 6 საათზე და 8 საათზე აი ბევრად უფრო სწრაფი რეაქცია ჰქონდათ აი სადღაც გაგრაში განთიადის რომელიღაც უბანზე მოხდა იქ დარბევა და რაღაც 9 საათში თუ 1 საათში რუსეთის იმას საგამოძიებო კომიტეტს სისხლის სამართლის საქმე ქონდა აღძრული ესეთ პონჩი რომ ის ჩვენი მოქალაქეებიც არიან ორმაგი მოქალაქეობა ოპოზიციაზე ადრე კომენტარი გააკეთა თვითონ პუტინმა არჩევნები რომ დამთავრდა მალევე რამოდენიმე დღეში კრემლში მიიღო მოკლედ უჭერენ ძალიან და აი ნუ როგორ ჩანს ეს რაღაც დროის განმავლობაში ალბათ ფორმალურად დაუტოვებენ ამ დამოუკიდებლობას და რაღაცას, მაგრამ ყველა სხვა მხრივ ფუნქციები და იმებით იქნება როგორც ერთ-ერთი რეგიონი, აი ფედერაციის სუბიექტი და აი ის რაც კანონები ჩავარდა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო ის ბჟანია რო გადადგა ეს დე-ფაქტო პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მაგას ყველაფერს დააბრუნებენ ოღონდ სხვა ფორმით. აი უსასტიკესი კრიზისი მოუწყო, ენერგოკრიზისი, ფინანსური კრიზისი, აი არც პოლიცია, არც პენსია აღარ ფინანსდებოდა 24 საათის განმავლობაში, დღის განმავლობაში დენი იყო 2-3 საათი. აი ძალიან ეგეთი მასში გაატარა პრესებში და ახლა ის რო არის თაფლაკვერი და ეს მათრახის ამბავი, ხო, ახლა ნელ-ნელა იმას უყვავებს, პირდება, რო აღდგება, რაღაცეები აღადგინა. მაგრამ აი ესეთი მყისიერი რეაქციები და ჩართულობა საარჩევნო პროცესში და ამ არჩევნებზე რეაგირებაზე, ხო? აი ეს მაფიქრებინებს, რომ ძალიან მოუჭერენ და ხო იქ ცხინვალი თვითონ ეტენება სიტყვაზე, რომ მიგვიღეთ თქვენთან ფედერაციაში. აქ არ არის ეგ განწყობები. სულ ცოტა ნახევარი მოსახლეობის მაინც ხო ოპოზიციას უჭერს, 40%-ზე მეტი. ეს უყურე მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ის რასაც თავს ახვევს, ხო, აი ეს კანონების მიღების თვალსაზრისით მიაჩნიათ, რომ ეს არის დამღუპელი მათთვის. დანარჩენი ფიქრობს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ აი ეს რადიკალი ტიპები, ხო, ისევ გაახურებენ ამ იმაზე მოწოვაზე. ხო და რა ვიცი, აი რამდენი ხანს გაკაჩავენ ეგ არის. ჩვენიდან ეფექტური ჩარევა ვერ ხდება, საერთოდ ვერ გამოიყენეს ჩვენებმა ვერც სახელმწიფო მინისტრმა ამ კონფლიქტების და იმეების და ვერც მთავრობა საერთოდ აი ეს ვერაც ცადეს არ გამოვიდა. ხო, არა, აი საერთოდ თითითიძე არ დაუდიათ 3-4 თვიანი ესეთი მძვინვარე კრიზისი იყო და აი იმის ვერბალურ დონეზეც კი რაღაცნაირად ხო გასაგებია ყველაფერზე ხელს აგიკრავდნენ, მაგრამ აი იქ რო ერთმანეთში კამათობენ, ხო ეს
მეტად პრორუსი და ნაკლებად პრორუსი ტიპები, ხო, ვიღაცისთვის ხო არგუმენტი იქნებოდა. აი ეს ტიპები გვთავაზობენ სრულიად უანგარო რაღაცას, ხო? ესენი გთხოვენ ისეთი კანონების მიღებას, რაც ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცაზე უნდა გვათქმევინონ უარი და სულ სვამენ ხაზს. არაფერ განსაკუთრებულს არ იმაშვებიან, მიჯაჭულობა აქვთ ამ მიწაზე, რომ აი მიწა თუ დავკარგეთ, ან მიწა თუ ვინმე მიყიდა, აი მიწა თუ გასხვის და აღარაფერი არ გვჭება ჩვენ და ჩვენ აღარაფერი არა ვართ, აი ამას განიცდიან ძალიან. ხო და რაღაცნაირად ხო გვაქვს თან ეს პროგრამები და გამოცდილება, ხო ეს ჯანდაცვის პროგრამები, გადასარევი, რომლითაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მართლა კარგი საქმე არის და მართლა უანგაროდ კეთდება და ამ დენსაც ხო ვაძლევთ, არა, რასაც ვაძლევთ, სრულიად უანგაროდ ვაძლევთ და ყოფილიყო რაღაც კიდე ჟესტები, შეიძლებოდა გვეცადა ყოველ შემთხვევაში, ნუ არა, ეგეც არ ყოფილა. ხო და ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოუჭერენ და ჩვენთვისაც რა არის ამაში სანუგეში არაფერი. რაღაცნაირად ხო აქ პოლიტიკურ კი ამბობენ ვითომ რაღაც ის, მაგრამ ყველაფერში ემჩნევა, რომ აი მიასე ხარისხოვან პრობლემად იქცა და საერთოდ არ აქვს დღის წესრიგში. სრულიად შეშვებული არის ის პოლიტიკური კლასი ამ თემას. ხო, აი წინა ხელისუფლებას, რომელსაც ბევრ ამას საყვედურობენ, ხო იმას ჰქონდა, ნუ რაღაცა ესეთი ძალიან დიდი მცდელობები და როგორც ენერგიის, ასევე სახსრების საშუალებებით ბევრს ხარჯავდა და ნუ ახლა დასკვნა გამოიტანეს, ხო, იაქტიურა ის არის ლოსტია რა და აიღუპე, ხო, აი ყველაფერი ჩაიყარა წყალში, ყველაფერი ცუდად გამოვიდა, რუსეთმა წამოგიკიდა, დაკარგე ისეთი კონტროლი ისეთ რაღაცეებზე, რაც მანამდეც არ ქონდა დაკარგული და ამათ ახლა ისწავლეს ესეთი დასკვნა გამოიტანეს, რომ ჯობია საერთოდ დაანებო თავი. ხო, მაგრამ მაგის შუაშიც ხო არის, რომ რაღაც შეიძლება არ ისე აქტიურად არ ქნა, რომ არ ელოდე, რომ ხვალდაზე რაღაცა მოხდება. რაღაც პროცესი აწარმოა. რაღაც ხიდები იყოს, ვიღაცასთან ურთიერთობა ქონდეს. საერთოდ არაფერი არ არის, მე ასე, აი, ჩემი ესეთი დაკვირვებით საერთოდ არაფერი, აი ნული რეაქცია არის, ნული მოძრაობა არის მაგ მიმართულებით. არც ნების ყველა მიმართულებით, ნებისმიერ სფეროში. აი ეს პროგრამები მუშაობს ეს ჯანდაცვის ამბავი, რაც ნუ გადასარევი არის, არ არის ცუდი. ხო, ეგეთი ამბავი არის. ხო. მე ის ამაქვს, თუ არ დაგჭირდა რამე სალაპარაკო, კომენტარებზე გადავიდეთ და თან ცოტა მეტი დრო გვექნება განსახილველად. კი ბატონო, ჩემო ნიკო. ასე იგი, გახსნილი მაქვს youtube.com-ზე, სადაც მაუწყებლობთ. რამდენიმე გადაცემა არის youtube.com-ზე და ჩამოვყვეთ აბა წინაზე ქოთანი გვედო და რამდენიმე კომენტარი შეეხებოდა ამ ქოთანს. ერთ-ერთი გასაბერი ანგელოსი წერს, რომ მაგ ქოთნით ლობიო ჩამოგვეტარებინოსო ქართული ოცნების პოლიტიკურ გასვენებაშიო და ლალიბერიძე წერს, რომ რაჭველი ვარ და ეგ ქოთნის ლობიო პლუს რაჭული ვიჩინა და ჭადი the best-ო. იქნებოდაც. ეხა მომინდა ცალო. რა არ იქნებოდაც. ოღონდ მინდა რომ გაგიცვლოთ იმედები. არ იყო იმ ქოთანში არაფერი. არაფერი რა საკვირველი. არა, არაფერი შაქარი ეყარა. შაქარი. ხო, მაგრამ თავის დროზე ხო ლობიო იქნებოდა ქორი. რაღაც დროს იქნებოდა. აი მე ქოთნის ლობიო იქ აფხაზეთში იყო ხოლმე, იქ ბუხართან რომ დადგავდნენ, აი მთელი დღე იხარშებოდა. რამდენად ხშირად ხარ აფხაზეთში ნამყოფი? რამდენჯერ? რა შენთვის რამდენად მშობლიურია იქ? ანუ მაგაზე ხო, ვიცი, კაისაკ ჩაწერილი და ნალაპარაკე, მაგრამ ვიღაც შეიძლება 5 წლის წინანდელი შენი სოლო გადაცემა არ ახსოვს. მთელი ზაფხულები იქ ამაკ ატარებული და ოჩამჩირე კაცო. აბა იქ დიდი სიყვარული და დიდი სითბო და რა ვიცი რა. ვინმე არის ძველი შენი მეზობელი იქ ცხოვრობს? იცი რა არის, ჩვენი სოფელი იყო ესეთი ოხურეი არის და მე იქ კიდე იყო ეს პატარა ოხურეი, რომელიც ესე ტყეში იყო შესული და ესეთი მჭიდრო დასახლება არისო რა, აი ძალიან შორს იყო, ცოტა აი 10-15 ის იყო კომლი რასაც ქვია და ერთმანეთის სახლი ესე ახლოს კი არ არის, ვერ ხედავ მეზობლის სახლს, ტყეები, მდინარეები ესე ხო და ნუ ეს ჩვენი ეს სახლი როგორც კი ომი დაიწყო და რამე ეს ფრონტის ხაზი რო გაევლო, იქით მოხდა, იქით ხარეს და მალევე დაწვეს და ანგრიეს და ამიგნერმა და ხო, იქ მოკლედ ფრონტის ხაზი როგორც კი ჩამოყალიბდა ეს აღმოსავლეთი ესა იქით ხარეს მოხდა. ლისიკ წერს, არ გინდათ გააფართოვოთ თქვენი აუდიტორია და 45-60 წლის ხალხს მიწვდეთ, როგორც უფროსი ასაკის ხალხი არის 45-60. 45. ამდენი სახარ 50-ის? ცოტა მეტი შეიძლება. განსაკუთრებით პროპაგანდისგან დაბრმავებულ შუაშისტებს ძალიან დაგვეხმარებოდა er's please Jimmy გულებიო. იცი რა არის, ანუ ჩვენ ჯერით მივესალმებით ყველანაირ აუდიტორიას, ვინც ყავს. მაინც მე მგონია რომ არც თინეიჯერებზე არ გავდივართ და
ავიცი, რანაირად მივწვდეთ ფილმს. აგერ ჯიმის ხოლმე ეს კვლევას, გადაცემას. რასა ძირითადად კვლევებით, პულსებით. რასაკობრივი ყოველკვირეულად. გენდერული კვლევები. კი, ჭუმბურა ესე Excel-ს გვიდებს ხოლმე, ესეთი გრაფიკი არის, ესე უყურებთ, რომ გავაკეთოთ ახლა. და მე რა ვქნათ? მაგას ჩემს თავზე. და მე რა ნუ, აი რა ვიცი. არ ვიცი. YouTube-ის იმაზე მიგიწვდება ხელი ანალიტიკაზე. ყველაფერზე მეუწვდება ხელი. რამდენიც ქორიძე აქ პირობას დებს ხოლმე რომ ხა მე მაგასო ჩემ თავზე ავიღებო და 90%-ს არ აკეთებს მე. რაც არის ფაქტი. მიშო ციციშვილს რომელიღაც ჩვენი აქ მონიშნული რომ ყველაზე მეტად ის ბზულსო რომ როგორ გვაჯერებენ რომ ჩვენ ხალხი არ ვარგივართო რომ რა იდეალური მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ქართველი მაინც ქართველად დარჩება და ეს მაშინ როცა 2-3 თვეში რაღაც 50 თუ მაგდენი ლარის შიშით ღვედი გავიკეთეთ მთელმა ქვეყანამ რაც ანუ ღვედებზე ალაპარაკი რომ გავხსენი რაზე იყო ლაპარაკი როცა იგივე ვთქვი რაც დაწერა ადამიანმა ადრე ჯიპაში როცა მუშაობდით რაც ამერიკელი იყო ჩამოსული მოკლედ ეს დაიწყო ლაპარაკი რომ ორი რაღაცაო არ მეგონა რომ ჩემ ცხოვრებაში მოხდებოდა ამერიკაშიო პირველიო რომ ამერიკელები ღვედს გაიკეთებდნენ და მეორე არ მახსოვს რა იყო ისე გამიკვირდა რომ ანუ თან ტიპის კი არ იყო ესე კი არ ლაპარაკობდა ნუ ახალგაზრდა იყო რა 50-ის რაღაცა იმის ანუ ეგეც მაგის ცხოვრებაში მოხდა რომ ამერიკელებმა ღვედი გაიკეთეს და ამერიკელებში ხა ისე არის რომ უკანაც ყველას უკეთია და ძალიან მკაცრად უდგებიან და არა მარტო ჯარიმის შიშით, არამედ რაღაცნაირად გაჭდა რომ ეგ უნდა გააკეთო. და ჩვევის ამბავია ეს არა. მე ხა როცა სწავლობდი იქა რომ ჩამოვიდი სუმეკეთა და რომ ჩამოვიდი ოთხანი ვიკეთებდი ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა მე არ აი რა მიზეზი არსებობს რომ არ უნდა გაიკეთო, რატო არ უნდა გაიკეთო, მით უმეტეს ბავშვი თუ ყავს უკანაც ანუ რა ვიცი. არა მგონია რომ მარტო 50 ლარის შიში იყო. ეხლა თუ არ მიკეთია პირიქით. ხო, ანუ ეგ არის თავიდან ცხადია რომ ჯარიმა და აღსრულება და ის გიშვება, მაგრამ მე ეჩვევი რა რომ დაждები წკაფ გაიკეთე. უყურეთან როგორი რაღაცა არის ძალიან მარტივად დასარწმუნებელი არის რომ შენი ჯანმრთელობისთვის, შენი შვილის სიცოცხლისთვის, შენი ახლობლის, ოჯახის წევრის სიცოცხლისთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან იული დასაჯერებელი არის, ასახსნელი არის, მოკლედ ლაკონურად და ეს მუშაობს. აი სარეკლამო კამპანია რომ მიდიოდა და იქ აჩვენებდნენ ხო რას აკეთებს ღვედი. და ექსპერიმენტებივით იყო იქ ხო მანეკენი ზის და რა ემართება დაჯახების დროს. რაღაც ცოტა ფიზიკის მომენტი შემოდის ხო, შენი წონა რამდენი ხდება, ამდენ კილომეტრ/საათი სიჩქარით რომ მიდიხარ, სად შეიძლება მოხდეს. და ეს ყველაფერი მუშაობს ადამიანზე. ახლა ხოლმე ახლა ვიღაცა შეიძლება იყოს 100-დან 1 თავქარიანი რომ რაღაც უტყდებოდეს და ფიქრობდეს რომ რაღაც ეს მის იმას ადრე შეგოდნენ ხოლმე ესე გადმოგდებული კონდეთ იმიტომ რომ საბჭოთა მანქანებში სხვანაირი აკეთებს ბევრი აი მარშრუტკის მძღოლებს აქვს ხოლმე ბოდიში შპილკით აქვს იმაგრებული და 1000 რამით და ახლა უმეტესობა მთელი სერიოზულობით როგორც დამცავ მექანიზმს ისე ირგებს ამას ხო ხო და ამის თქმა მინდა ხო იმდენად მარტივად ასახსნელია ეს რა მნიშვნელობა აქვს რომ ნუ ახლა წარმოუდგენელია რომ ეს ვერ არ დაიჯერა თან მერე აი ჩვენაში შედის ხოლმე იმაში რომ გახსოვს თავიდან ახლა ამასთან პირდაპირ კავშირში არ არის მაგრამ ყველა ქალბატონ გუგული მაღრაძეს აგინებდა რომ როგორ აგვიკრძალა ბარებში მოწევა, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი მისი ინიციატივა იყო არც მარტო ის იყო თუ სხვაებიც, მაგრამ მასთან ასოცირდებოდა ხოლმე რესტორნებში და საკვებ დაწესებულებებში ყველგან სიგარეტის აღწალვა და ჩემი მეგობრები აბსოლუტური უმეტესობა. მე ვეკამათებოდა რომ მეთქი კაი აიკრძალოს, გარეთ გავალ და მოვწვეთ, ხო მე მწეველი ვარ, სულ ეწევოდი სიამაყით არ ვამბობ ამას, whatever მაგრამ ის ჩემი თქვათ რესტორატორი მეგობრები ვიღა შემოვა ჩემთან ლუდის დასალევად შიგნით თუ არ გააბოლა ასე შემდეგ ნახე ხა როგორც არის ეხა რო დაუშვა რომ ყველგან მოწე კაი იქნება ანუ მე რომ მივსულა რომ სადაც სხვა ქვეყანაში სარდაფში რო ჩახვალა სიგარეტს რო ეწევიან გაბუყული რომ ფიქრობ რომ კაი ველურები ხარ თვითონ ჩვენთან არ ვიყავით ეგრეთ ცოტა ხნის წინ კი აი ეგ არის უყურე ჩვევა და მე საღიაზრი ლოგიკა ხო აი იმდენად იმას ქმნის მე ჰარმონიას რომ ფიქრობა, აი წარსულს რო გადახედა, ხო ეს როგორ შეიძლება და ყოფილიყო. ფილმებში რო ახოლმე ან თვითმფრინავში, ან ტრანსპორტში რო ვიღაცა ეწევა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენთანაც ხო იყო ჩვეულებრივ ტიპი ავიდოდა ავტობუსში და მოუკიდებდა სიგარეტს, სადღაც ზის მე-14 ნომერს კამზე და ეწევა სიგარეტს და ჩვეულებრივ არაფერი ვიღაცა უყურებს.
ეს ეწევა, თვითფრინავში კი, ეწევა. კაცო მძღოლებიც ეწეოდნენ. ბძღოლებზე არ არის, ბძღოლებზე არ არის. ნეილონის ნაძვის ხეს უყურავდი იმ დღეს, თორე ტელევიზორში იყო და იქ ერთ-ერთი ის არის, რომ შიგნით ეწევა, ფეხს ედგას გაჭედილი მაშინ მარშრუტკას ავტობუსში და მე ეუბნებიან, ხო, მაგრამ ეს ამბობს, რომ არ მე უნდა მოვწიო სხვა რა გზა არისო. მე მომიწევია თვითფრინავში. ხო. გავხარ შენ თვითფრინავში მომწევ. როცა დაშვებული იყო თუ კანონი. როცა დაშვებული იყო ერთხელ და მეორეჯერ როცა არ იყო დაშვებული და მაინც მოვწიეთ. რატო? გეტყვი, ანუ ერთხელ ვიყავ, იმიტომ რომ მე ფლექსის პროგრამით ვიყავი ამერიკაში სასწავლებლად და ბოლო კლასში რა ვიყავი, უკვე ვეწეოდი სიგარეტს და მაშინ ჯერ კიდე შეიძლებოდა მოწევად. თვითფრინავში უბრალოდ სამწეველი ადგილები იყო და არამწეველი ადგილები იყო და მას მერე ვისაც უფრენია ხშირად ახსოვს, რომ აქ საფერფლე იყო ჩამონტაჟებული. ხო, ყველა სკამის იმაში. და მაშინ შეიძლებოდა მოწევა და მოვწიე და ერთხელ მოვწიე ეგეც წლების წინ იყო ალბათ 20 წლის წინ თუ რაღაცა მოსკოვიც გავლით მოვფრინავდი. მოსკოვში არ ვიყავი, პოლონეთში ვიყავი და დომოდედოვოს აეროპორტიდან დააგვიანა თვითფრინავმა გამოფრენა. დომოდედოვოში ვიყავი მახსოვს, იმიტომ რომ მე სტატია მქონდა მაგაზე დაწერილი, გაზეთში მუშაობდი, დომოდედოვოს დემოკრატია ერქვა. მოყოლილი იყო უბრალოდ ამბავი, რომ დააგვიანა გამოფრენა, იქ ძირითადად მარტო ქართველები ვიყავით, მე ყველა მთვრალი იყო იქ რა, კონიაკებს ვსვამდნენ სიმღერებით და იმით და ეს თვითფრინავი იყო ჯერ კიდევ, სადაც ესენი იყო. და უკან ხალხი ეწეოდა და მეთქი მეც მოწევ მოსაყოლი მექნება მე რომ თვითფრინავში მოვწიე მეორეჯერ თქო და მოვწიე. არ ვამაყობ ამითი, არც რცხვენია. წინა სერიაში ვამბობდი, რომ აი თქვათ მეთქი ქართული ოცნების სიის ტოპ 8 რო წამოვიდნენ და ცალკე იყარონ კერჭი როგორც ახალი ქართული ოცნება ბიძინევანიშვილის გარეშე ვერ გადალახავდნენ ალბათ ბარიერს მეთქი და აი როზჯერი წერს რომ კონცერტი ვნახეთო გახარიას ხელითო და 8-9%-ს არ ტყავ ასე რომ ბარიერის არ გადალახვაზე საუბარი აზრს მოკლებულია ანუ ის არის ხო კარგი არგუმენტი არის არ მგონია მაინც რომ აზრს მოკლებული იყოს იმიტომ რომ მე მგონია რომ კობახიძე და დინარაძე და პაპუაშვილი ერთად ხო, მე ვფიქრობ მაინც ნაკლებად ხარიზმატული ხალხია, ნაკლებად უფრო მეტი რეიტინგი გქონდა ეგრე მგონია. ანუ მაგრამ შეიძლება მართალიც იყოს, შეიძლება მართალიც იყოს, არ ვიცი. შემდეგ გაგვაგებინოთ. ხო არა, ეს ტიპები მაინც ისი არის, ხო, ამ ნეგატიური სელექციით შერჩეული, რომ აი ამ თვისებებს, უნარებს არავლენ სისტემიდან გავლენ თუ არა, განულდებიან ესეთი ტიპები ყავს და ჩემი აზრით შერჩეული. ეს გახარიაც ის იყო შუალედური ეტაპი იყო, რომ და იმიტომაც ის ვერ დარჩა. მე ვერ მივხვდი, რატო ორი ადამიანი წერს და რაც განხილვის თემა, რომ მაგიდა შეატრიალეთო და მე სხვა ამბობს, რომ მაგიდა ძალიან თესლად გასცო, სხვანაირად გვედგა თუ რა don't understand. სპირიტუალურ სეანსზე ხო არ გვეუბნებიან მაგიდის დატრიალება თუ თეფშის თუ რა. მაია მიქაძე გვეკითხება, გაგვაგებინე, ქორიძე ალტრუისტულად და ანონიმურად იბრძოდა თუ არა თოლშიო. ამ წინაკვირას რო არ იყო, იმიტომ ალტრუისტულად და ანონიმურად ქორიძე არაფერს არ აკეთებს. ქორიძე ძირითადად ალტრუისტია. სარგებელს არ ეძებს არსა. წინაზე შაქნა. ვიღაცა მოიწერა რომ გონია რომ ნერგაძეს ქორიძე არ ევასებაო და მე ვთხარი რომ მეთქი ნერგაძეს კი არა ქორიძე არავის არ ევასება თქო და ბევრი ვიცი ცინებული სკოლას ძალიან გვიყვარს. და ერთი ხომ მოვიფიქრე ფიქრი ასულაძე წერს რომ თემა შეცვალეთ და საქმეზე ილაპარაკეთ რა თუ რამის თქმა გინდათ შეგო არა გაქვსო და ხო რომ ვარო კაინათია ხო ილაპარაკეთ უკვე. აი ნიკო ცეცხლზე თამაშობდი. არა მოჭრა რატომ რა მოჭრა თქო გვაქვს იუმორიზმი. მე ჩვენი უფროსია რომთანაც განვიხილოთ ხოლმე რა იყო სწორი გადაცემაში რა იყო არასწორი და ჩავთვალე რომ სასაცილო იქნებოდა ეს. აი მე. კაი ხუმრობა ანუ რა გინდა ის არის. მე თვითონ ვიცინე ამ ხუმრობაზე. ვსო. ვიცინე ის ვინც პოვავს. გავიცინეთ და გვეყოფა. კაი. დავასრულოთ? რომელია? რამდენი წუთი? 43 წუთი. ზუსტად ის არის. უბრალოდ ეხლა გათვლილი მქონდა რომ მეთქი მეტი დრო რო დავტოროთ კომენტარებისთვის მეთქი, იმიტომ რომ სხვანაირად ბაჩიაშვილზე კიდე 10 წუთი უნდა გველაპარაკა და მე მაგას გულით და იმითი ვერ გავაკეთებდი. იცი რა არის ნიკო? გარდა ბზბზზე რო არის მგონია რომ ხელფასი ირიცხება და შენი რაღაცა ის მოდის ტელეგრამის ნოტიფიკაციები და მეთქი ხიარულ ნოტაზე დავამთავრებთ და ნე დავამთავრებთ. ხო არა რუსეთში სათამაშო თოჯინების ის რეესტრი იქნება ნიკო ეს ეროვნულ ტრადიციებთან შესაბამისობაზე შეამოწმებენ ჩიბურაშკას, კრაკადილგენას და მატრიოშკას და ასე შემდეგ სხვებსაც. სხვა ჯერს მანდ ბარბიზე და იმებზე ხო ბარბი ვერ გაივლიან ნიკო.
ჯერ ბარბის რო გახდი, შიგნით ვერ მიხვდები, კაცია თუ ხალია. მე ეს კარგია? არაბინარულია. ხო და ეს მე ეს ტრადიციებთან ჯდება ჩვენს ტრადიციებში? არ ვიცი, ნუპაგაძის სერიები თუ გინახავთ, იქ არის ხოლმე ხანდახან სექსუალურად დამუხტული სერია, რომელიც მე არ ვიგონებ, ან ერთმანეთს რო ეცეკვებიან და ცოტა რაღაცა ის რო არის და ვერ მიხვდები, კაცი რომელი ხალი რომელია მანდიდან. ჰა? კურდღელი და მგელი? ის კურდღელი ხალია ცალსახად? ანუ არა. რა ვიცი. ხანდახან გადაცემულები არიან და არ მომწონს. ეგენი უნდა აღყვეთონ. ხო და რამხელა სამუშაო. გენდერები ეგენი ძალიან ბევრი არის სამუშაო. ჩებურაშკა კაცია თუ ხალია, არ უნდა ვიცოდეთ? საერთოდ რა ხდება? საერთოდ რა ხდება? ჩვენ აბა კომენტარები არ დაიშუროთ, ბარემ რახან აქ ახართ, რახან ბოლომდე უყურეთ. ლაიქს დააჭირეთ ხელი. გააზიარეთ თქვა, არ ვიტყვით ან რა რატომ უნდა გააზიაროთ, მაგრამ თუ მოგინდებათ. არ არის პრობლემა. აი, და ლაიქ ისე მონეტიზაციით კარგად შოულობთ ამ გადაცემიდან თუ არა? მაგით ამაქვს, ნახე როგორი ჩიქაა, ეს იაფიდაჯ და გონია? ორმაგი ფსკერია. ორმაგი ფსკერია და შიგნით რას? ეს გაზაფხული რო იყო და ეს გაზაფხულის პირველი გადაცემა გვაქვს, ხო? არ მინდა რა ესეთი დაშაკრული სენტიმენტი.